დღეს გადავწყვიტე დავბრუნდე ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2 კვირის წინ რაღაც უცნაური მოხდა, რის გამოც ტერიტორია დავტოვე, თანაც ღამით. როდესაც მანქანაში ვიჯექი ჩემთვის მშვიდად, თითქმის შუაღამე იყო და გავიგე მანქანაზე მოკაკუნების ხმა. ნამდვილად არ ვიცი რა იყო, მაგრამ დღეს იგივე ადგილას მივდივარ, სადაც ღამის 12-დან 1 საათამდე გავჩერდები და ვნახოთ რა იქნება. ჩაუჯექით. გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR-ს. მე და ტაისონი დილას წამოვედით და მივდივარ ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაახლოებით 2-3 კვირის წინ გადავიღე ვიდეო ჯიპით ლაშქრობა და ღამით გავიგეთ კაკუნის ხმა. დღეს ამ ვიდეოში მოკლედ ზუსტად მაგ ადგილას მივარ და ასევე კაკუნსაც შევადარებ. ბევრი მიწერდა რომ შემდეგ ვიდეოში შეადარეო და აუცილებლად შევადარებ, სხვადასხვა რაღაცას დავაკაკუნებ. კამერას დავდებ შიგნით და ვნახოთ რა სხვაობა ექნება. და სხვა მხრივ კიდევ საინტერესო ვიდეო გამოვა და იმედია ეგეთი რაღაც აღარც გამეორდება. აი ჩემი მეგობრები უნდა გაგაცნოთ, გაჩი ტაისონ უუღრენ. აქ აქვს სახლები. ხოდაუბნები. და რა ვინც გამოვივლით, ბევრი სახლი არის და რამე წამოუღეთ ხოლმე. აბა მაგრად. ეს საყვარელი მამალი ნაგაზი არის. ძალიან სამწუხაროა ჩვენ ქვეყანაში ეგეთი სიტუაცია როა. გინდა ადამიანები აიღე, გინდა ცხოველები, გაჭირვებულები და უსახკაროები. ამიტომ რითიც შეგვიძლია ყოველთვის დავეხმაროთ მათ. თანაი რა მაგარი ნაგაზი იყო. საოცარი ნაგაზია, რა დიდი ბომბორა, ფუმფულა და ესე არის ქუჩაში. წინა ვიდეოში რამდენიმე კომენტარი ისიც გაეძრო, ცოტა გამეცინა უბრალოდ ისეთი კომენტარები გაეძრო, რომ მარტო არ ახარ ვიღაცა გიღებსო, ესეთი კადრებზე იყო რა დაწერილი. მეგობრებო. ნეტა მარტო არ ვიყო და მაგას ვიტყოდი მარტო არ ვარ, ისა მარტო ვარ თქო. შტატივზე მიყენია კამერა, ავდგები გამოვივლი სულ ეგარი. უილები მაგრად არ მიყვარს მით უმეტეს. ხალხს რომ მოატყუა. ამოვედი მეგობრებო. დილის მზე კარგია. ცოტა ხანში საწმის კეთებას დავიწყებ, იმიტომ რომ შია. რამე მარტივს გავიკეთებ. უფრო სერიოზულ საღამოს ვიკადავდებ. ოჩა. დიდად არ შეცვლია დღე იმის მერე რაც ბოლოს აქ ვიყავი, იმიტომ რომ არც ფოთლები არ გვირდები იმდენად რა. რომ რაღაც პერიოდი ისე ვაგვიცივდა, აქეთაც მოთოვდა წესით დარიგით, იმიტომ რომ თითქმის ყველგან მოთოვა მაშინ. შოიდან ნახირის ზარების ხმა მესმის. მაგრამ არ ამგონია იმ რამეს მენახირე მოსულიყო და დაეკაკუნებინა. ცოტა ისეთი რა ვიცი. დარტყმული უნდა იყო მაშინ რა. მოდი ჯერ ტაისონს მივხედა, ვაჭა. წყალს დაუდებ და მე მივხედავ ჩემს თავს. ამ კონკრეტულ ნივთზე ბევრი მეკითხებით ხოლმე. სუნელების და რაღაცების ჩასაწყობი არის, რომელიც ტემ უნდა გამოვიწერე და მაგრად გამომადგა. კარგი მასალა არის და რა ყველაფერი მომწონს ამის. ამაზე ბევრი მიწერთ ხოლმე და თუ გინდათ აღწერაში დავდებ ამის ლინკს ან კომენტარებში სათითაოთ, რავი, არ არის პრობლემა და შეგიძლიათ გამოიწეროთ. ჩემს სამეგობროშიც ბევრს მოეწონა. ლინკსაც პრომოკოდსაც გეტყვით ტემოსი და შეგიძლიათ გამოიყენოთ და თუ ახალი აკაუნტი გექნებათ, ფასდაკლებებს მიიღებთ. და ღრმათებში. აქ
აქ სწორი ადგილი არ არის. მანქანა რო გააჩერო და არაფერი სრიალებდეს. დღესაც შვედურ შერაღდანს გავაკეთებ. მარტივ მეთოდს ისევ. მე გავაპოთ ჯერ. ტაისონ. მიდი. საერთოდ გარეფენა მოძრა. ეყოფა მეც აღარ ამოფუღრავ და უფრო დიდი ხანით გაკაჭავს. სამი კვერცხი მჭირდება. გავაკეთებ ყიყლიყებს თონის პურით. თან სოფლის კვერცხით სულ სხვა მოღამი აქვს და გემო რა თქმა უნდა. თქვენამდე ვუმატებ ცოტა წყალს. ნინიმ დამამოღამებინა დაჟე რძის დამატება. უფრო გემრიელი გამოდის ხოლმე. მარტი ხარ ძიერ წამომიღია. ჰიმალაის მარილი. უფრო დიდი კოშჩანგალი უნდა გამოვიწერო, თორე პატარა მომენტებში არაკომფორტულია, აი მაგალითად ახლა. ჩამივარდა კიდეც. ავაგიზგიზოთ ვაზელინის ბურთულა. ჩავაგდოთ. წამში დაინთება ეს. გადაეკიდა უკვე. აი გააკაიდა. წიწვოვან მცენარეებში. შიგნით ყვარი რო არის სულ. ეგრევე ინთება. თან ამჯერად ორად გავყავი. ზეითუნზეც მოვასხავ გახურდება და დავაწყობ ჩვენს ყიყლიყოვებს. ვისაც მოგანდომეთ კვერცხიანი პურები, ყიყლიყოები, ადექით ათქვიფეთ კვერცხი, დაჭერით პური და მობრაწეთ. მე გააგრძელეთ ვიდეოს ყურება.
ძალიან მაგარია. მართალია ჭამე, მაგრამ ეს უნდა გაგასინჯო ტაისონ. აი. თან ყიყვარი მაგარი საჭმელი რა. გიждები. არასდროს რომ მოგწინდება ისეთია. კაი სიგრილე წამოვიდა. რას მიყურებ ტაისონ? აი ესეთ კადრებში ტაისონი რო დგას და მიყურებს ხოლმე ჭამის დროს. ზოგი ადამიანი ტყობა ვის ბოლომდე არ უყურებს ვიდეოს, აი მაგას თუ დაინახავს, მიწერენ ხოლმე ძაღლსატო არ აჭმევოდა. გახსოვდეთ, ტაისონისთვის ყოველთვის დამაქვს თავისი Happy Dog-ის აქტივიც, კონსერვებით, ძეხვებით, გააჩნია რუდის რა არა და ყოველთვის ვაჭრობ ტაისონს, ჩემ თავზე მეტად მაგას ვუღლი. არ გეგონებოდა შემიძლია ასე ვიჯდე და ჭამო და ნამდვილს სხვა მიყურებდეს. შედურში რაღაცას დავასხი წყალი და იმედია არ აინთება საღამომდე. მე დამჭირდება უკვე მოსამზადებლად. კაი გემრიელი და საკმაოდ ჯანსაღი საკვები უნდა მოვამზადო საღამოს. და ვინც ვარჯიშობთ, გამოგადგებათ ის საჭმელი, რომელსაც საღამოს მოვამზადებ. ეს ახალი ფანარი წამოვიღე ლაშქრობაზე. აი საკმაოდ პატარა ზომის, მაგრამ ძალიან სერიოზული ფანარი, Olight-ის. Olight-ს ახლა ჩემი რეკლამა ნახდად არ სჭირდება, მაგარი ბრენდია. ფანარი მაქვს მედანისგან. ღამით გაგაცნობთ უკეთესად რა შესაძლებლობები აქვს ამ ფანარს, როგორი მაგარი არის. მაგას უკვე სხვა ლაშქრობებზეც ნახავთ და დღეს სანამ დღე არის და სანამ კარგად ჩანს ყველაფერი, მინდა რომ აგიხსნათ რეები აქვს. რაც ჩემი დიდი ზომის Olight-ის ფანარში მაგრად მოწოს, აი ეს რომ აქ ბატონს ამიკრო, ამასაც აქვს, აი მაგნიტი. მანქანით ლაშქრობების დროს მაგარი რამეა მაგნიტი. და არა მარტო მანქანით ლაშქრობების დროს, აი სახში რო რაღაცას აკეთებდი ამ ფარეხში, ან მანქანაში. რაღაცას ვაკეთებდე, ეგრევე მიემაგრება. კონკრეტული მოდელი არის Olight Clip Pro. USB-ით იტენება Type-C. აქვე აქვს 3 გადამრთველი, ნუ 3 ისედაც მიხვდებოდით რატომ. გადმურთავ, გადართავ. Clip Pro, ანუ შპილკაზე არის, რაც ესეც მაგრად მომწოს, აი შეიძლება ტანსაცმელზე დაიმაგროს სიარულის დროს, ან რავი ნებისმიერ რამეზე, ან ჩანთაზე, ან რამეზე რა, ეს მაგრად მომწოს. 3 რეჟიმი არის, ერთი არის აი ეს ზედანათება, მეორე ანუ უკვე შუა და ქვედა. და მესამე ეს არის ყველაზე მაგრად რაც მომეწონა. წითელი ნათება. ამას ღამით გაჩვენებთ. წითელი ნათება ზოგადად მაგარი არის ძალიან მონადირეებისთვის. იმიტომ რომ ამას ეხა ცხოველი ვერ დაინახავს ამის ნათებას და ძალიან დიდი პრიუსი აქვს დღეში და სამივე რეჟიმს აქვს კიდევ სხვა ფუნქციები. ძალიან დაბალი განათება, საშუალო და უფრო მაღალი. და მერე უკვე ტურბო არის მე-4. წარმოიდგინეთ, ჯერ ხო 3 ფუნქციაა და ამ 3 ფუნქციას კიდევ 4 ფუნქცია აქვს დამატებით. 1, 2, 3 და სამივეს თითო კიდევ 4. ასევე კიდე არის სამაშველო ფუნქციები წითელზე, SOS ფუნქციას. ეძახით მაგას. აი ეს. ამაებს უკვე ხამით გაჩვენებთ უკეთესად. უბრალოდ დღისით მინდოდა თვითონ ფანარი მეჩვენებინა. ახლა მინდა ვისაუბრო იმ ხმაზე, რომელიც წინა ვიდეოში იყო. კაკუნის მაგვარი ხმა შეიძლება პირდაპირ კაკუნის კი, ეგ არ ვიცი. ბევრი ადამიანი მწერდა პირადშიც, ბევრიც მიკომენტარებდა სხვადასხვა ვარიანტებს. მაგრამ ასე კონკრეტული ვარიანტი რო ვთქვა, არ ვიცი. ერთი რისი თქმა შემიძლია ის არის, რომ ტაისონი იყო საკმაოდ რაღაც სხვანაირად.
ან ჩვეულებრივ მანქანაში ვარ ხოლმე, თავისთვის შვიდად არის, ან იძინებს, ან ჩემთან არის ვეფერები ხოლმე და რაღაც, მაგრამ მაგ მომენტში ხმამდე იყო დაძაბული. თითქოს რაღაცა საკვირდებოდა, ბევრმა ადამიანმა კომენტარებში შენიშნა კიდეც, აი. აქ ხო ზივა უკან ზის ტაისონი. ყურები დაცქვეტილი ქონდა, ესე რაღაცა საკვირდებოდა, ბოლოს გადავიდე ფანჯრისკენ. ტაისონის ფანჯარაზე დადგა, ორ ფეხზე, ორი ფეხით დაეყრდნო ფანჯარას და იყურებოდა გარეთ. როდესაც ხმა გავიგეთ და მეც დავიძაბე და რამე ტაისონი აქეთ მხარეს იყურებოდა უკვე ჩემგან მარცხნივ. აშკარად რაღაც დაინახა. ეგრე უბრალოდ რავი, რამდენი ხანია ჩემ ვიდეოს ვინც უყურებთ. თუ დააკვირდებოდით ხომ ესე ძაღლი უბრალოდ ესე რაღაცას არ აკვირდება და არ იძაბება. ესე იგი რაღაც დაინახა. მაგრამ რა შეიძლება ყოფილიყო არ ვიცი. ადამიანის ვარიანტს გამოვრიცხავ, ნუ გასაკვირი არაფერია, მაგრამ უფრო გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სრული სიბნელე იყო გარეთ. ასეთ სიბნელეში არ მგონია ვიღაც მოვიდეს დააკაკუნოს და გაიქცეს. ცხოველის ვარიანტი არ ვიცი. ცხოველი და კაკუნი არა. ან წერდით რომ ჩიტი შეიძლება დაეჯახოს ან ხამურა ან რაღაცა, მაგრამ დაჯახების ხმა თუნდაც ფრთები მიარტყას და ეს ხმა სხვა არის. ტოტის და ცემის ხმასაც გამოვრიცხავ, იმიტომ რომ რავი, მანქანას იმ კაცში თუ დააკვირდით, ხის ქვეშ არც მიყენია. აი ხეები, სადაც თავდება, ჩემს უკან მანქანას ხედავთ ალბათ. მანქანა არის ტყის გვერდით. რომ რაღაც დასცემო და სად დაცემა, სად კაკუნი. არ ვიცი მოკლედ რა არის. რისი ხმა შეიძლება ყოფილიყო, არ ვიცი, მაგრამ დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ, რომ კამერა დავდო მანქანაში და დავაკაკუნო შუშაზე, კარებზე, საბარგულზე, კაპოტზე და გარეთ პლასტმასის კანტებზე. ნახოთ, რომელი ხმა უფრო მსგავსი იქნება. კიდევ რისი თქვა მინდოდა. მე პირადად არანაირი ვარიანტი არ გამაჩნია მაგასთან დაკავშირებით, უბრალოდ მოულოდნელი რაღაც რო არის, აი მოულოდნელი შეიძლება პატარა საყვარელმა ჩიტმა შეგაშინოს, ხო? აი ხა როზი ხარ შენ სიმშვიდეში და რაღაცა გაახმაუროს, მოულოდნელობის ეფექტს ვიძახი. ისე კი არა რომ რაღაცამ შეგაშინოს მაინც და მაინც. აი შენთვის მშვიდად რო ხარ მანქანაში ღამით და რაღაც მოულოდნელი რო არის და იგებ კაკუნს, რა თქმა უნდა შეგეშინდება და მაგიტომ მქონდა უფრო მძაფრი რეაქცია და მე წამოვედი. ახლა ველოდები ცოტა მოსაღამოვდეს. 6 საათია დაწყებული სადღაც 8 ნახევარზე ხამდება, მანამდე საჭმესაც მოვამზადებ გემრიელს. შვედური ჩირაღდანი ძლივს ჩავაქრე. რამდენჯერაც ჩავაქრე, იმდენჯერ ხელახლა აინთო და ერთი ბოთლი წყალი მაღაზი წავიდა. არ ვიცი მოკლედ, მზოგი იმასაც წერდა თამაში რო ჩართეო, საშიში თამაშიო, იქიდან რაღაც ცუდი მოიზიდეო და მოკლედ არ ვიცი რა. მე ეგეთი რაღაცების ისედაც მჯერა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ ვიტყვი, გინდა თუ არა ეგ იყო თქო. ჩემი ვარიანტი არ მოქუქ, ჩემთვის ესეა რა, რაღაც უბრალოდ მოხდა რაღაც უცნაური და ვსო, დავტოვე უცნაურად. მეგობრებო, ახლა ვაპირებ საჭმლის კეთების დაწყებას, მაგრამ სანამ საჭმლის კეთებას დავიწყებ, აი აკვდებ ტელეფონს. აქ დავდე კამერა, არ ვიცი თუ მხედავთ და დავაკაკუნებ სხვადასხვა რაღაცაზე, თან ვიდეოში მივა წერას დავაკაკუნე და ნახოთ ხმების შედარება. გაიგეთ ალბათ. დავაკაკუნე წინა შუშაზე, ანუ თოლის ხარეს, უკანა სავაზლის შუშაზე, საბორგულის შუშაზე, წინა კარებზე, ქვედა პლასტმასის კანტზე, სახურავზე. რავი, მე თვითონაც გადავხედავ სახში რომ ვიდეოს და თქვენც კარგად დააკვირდით ის ხმა, რომელს გავს ყველაზე მეტად. რამდენჯერმე მოусმინე კარგად დავაკვირდი და ჩემი ვარიანტი არის უკანა მინაზე გაკუნი.
თქვენ რა სიტყვით მეგობრებო დაწერეთ კომენტარებში. მე საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივედი. დღეს წამოვიღე დუშეთის ქათმის ფილე ვაპონში. ფილე დამჭირდება, არ ვიცი რამდენი. ამიტომ სამივეს არ გავჭრი. ესეთი ნაჭრებად ასეთ ნაჭრებად უნდა დავჭრა. მოგრძო და წვრილი. ხელახლა უნდა დავანთო ცეცხლი. კი დავალპე თითქმის 1 ლიტრიანი დავაცალე ზედ, მაგრამ აგიზგიზდება უცებ. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. შეშის გაჩეხოთ შეძლებია კანადურ საქამრედანას. ეს ტაფის დასადებად მინდა ესენი და ხორცვანურ მარის მოვაყრი. დანჩეს ტაფაში მოვაყრი არავის დროს და კონდარს. დავამატოთ კონდარი. ჭირდება სტაფილო, წითელი ბულგარული და ხახვი, რომლებიც ხორცის მერე ცალკე უნდა მოვთუშოთ. ნინიმ გააკეთა ესე სახლში და ძალიან მომეწონა და მაგიტომ მაგრად მომინდა. თან სწორ ცხიმს თუ გამოიყენებთ, ანუ ზეითუნისზეც ან სხვა ჯანსაღზეც, საჭმელით ჯანსაღი გამოვა, ქათმის ხორცი, ბოსტნეული, ბრინჯი. ბრინჯიც ძალიან ჯანსაღი პროდუქტია.
დავუმატებ აჯიკაიას ტარხუნის აჯიკას. ტარხუნის აჯიკა განსაკუთრებით მომწონს. ძალიან მაგარი გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ვიდეოს სპონსორი არის ლუდი ყაზბეგი. მზის ჩასვლას უყურებ მე აქედან პირდაპირ. ესენი გადმოატრიალე. ღამისთვის კოცონი მექნება. უყურებო, ასევე იმაზეც მინდა საუბარი, ბევრი ადამიანი წერდა კომენტარებში, იქაც კი უპასუხე, მაგრამ აქაც გეტყვით. გახსოვთ დაახლოებით კი 1 წელი იქნება გასული, იმიტომ რომ აპრილი იყო 2024 წლის, მე და ქიმერა ლაშქრობაზე ვიყავით მანქანით, დარჩენით 24 საათი ჩვეულებრივად და ტყეში ვიპოვეთ ესეთ სამკუთხედი ფორმის რაღაცები, ხისგან გაკეთებული, ხისგან და კანაფის თოკებისგან. სამკუთხედები იყო. აუ, ყველა და მგონი სხვა ფორმებიც იყო, არ მახსოვს უკვე. ხო და ხალხი წერდა კომენტარებში, ეგ ადგილი სად არისო, მან ხო არ იყავი ახლოსო. მანქანით რომ მიხვიდე იმ ადგილას, სადაც მე და ქიმერა ვიყავით, ცოტა მეტი დრო გჭირდება, იმიტომ რომ ტყეში გზები სხვანაირად არის, მაგრამ აი ხა ფეხით რომ მოვინდომო, აი ზუსტად ჩემ თავზე რო ტყე არის, პირდაპირ რო გავუყვე, დაახლოებით 7 მაქსიმუმ 10 წუთში იქ ვიქნები. მე და ქიმერა სადაც დავრჩით და ეგ რაღაცები რო ვიპოვეთ. ზოგი ადამიანი მაგასაც აკავშირებდა იმ კაკონს და მე ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ გითხარით, რომ იმ ადგილთან ახლოს ვარ. ისე ჩემი მეორე არქივისაც გაქვთ გამოწერილი BBR Strange. იგდებ ხოლმე მსგავსი ტიპის მისტიკურ ვიდეოებს. სადაც უცნაურობები ხდება. და სხვათა შორის ტყეში არაერთი რაღაც მომხდარა უცნაური და იმ ვიდეოზე ისეთი კომენტარები არის, რომ ადამიანს ტყეში წასვლის რო არ ეშინოდეს, ისინი შეეშინებენ. ისეთი კომენტარები გაეძრო. ერთი ადამიანი მიწერდა, რომ ტყეში რომ მიდიხარო, შენ არ ხარ, ანუ შენ ხარ იქ სტუმარიო რა, სხვა არსებებისთვისო, მათ ცხოველები არ უგულისხმია. ცოტა დაძაბული კომენტარი იყო და ამიტომ ფრთხილად იყავიო და ყველა ადამიანს სხვადასხვა რაღაც ისჯერა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ცუდი რაღაცები არსებობენ. რასაც რეებსაც ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ. უბრალოდ ეხანდელ დროში ხალხს მაგაზე ეცინება ხოლმე. და ცუდია. დღეს დარჩენით არ ვარ წამოსული, მაგრამ რაღაც პერიოდი გვიანობამდე ვიქნები, რა მაინტერესებს, უბრალოდ მანქანაში ვიჯდები, მაინტერესებს რაღაც თუ იქნება მსგავსი. თუ რაღაც ბუნებრივმა გამოიწვია კაკუნი, იმის ალბათობა რომ ეგ გამეორდეს შეიძლება ძალიან დაბალი იყოს. თუ რაღაც არის სიტყვაზე კონკრეტულ ადგილას, გამეორების ალბათობა მეტია. ადამიანი არ იქნებოდა თუ ჩემი ვარაუდია, თორე ისე უცხოელებს თუ უყურებთ, აი მანქანებს რო ლაშქრობენ ხოლმე, ბევრი მომენტი ყოფილა, ვიღაც უცხორო დაადგებათ ხოლმე ჩუმად. და რაღაც უცნაურობები მომხდარა საკმაოდ საშიშიც და მე მანქანას კეტავენ შიგნიდან მთლიანობით. და ტყეში ვიბოდიალებ იმეტავს, ამას აქეთ უნდა გამოვლა და ეს გამოვყები. ой, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა. ვისაც გინდათ Instagram-ის აკაუნტზე გამომწერები. ერთი გვერდი შემიძლია გირჩიოთ, რომლის ლინკი წერაში იქნება. რომელსაც ასევე თავისი ტარიფებიც აქვს და თუ სურვილი გექნებათ, გადადით და ნახეთ. გაიხაროს ტაისონმა რაღაცას ეძებდა აქეთ და ჩამოუყევი. მანქანა ზემოთ არის.
ციცკნა უბობა, ამე კიდე ეთყობა ტყეში რომ დავბუდიალობდი, ქსელში გავიარე. რამაზია. სამოგაგიშოწა. ესეც უნდა მეთქვა აუცილებლად წინა ვიდეოსთან დაკავშირებით. მანქანა უფრო რო გაჩვენოთ. აი ხეები სად არის. ანუ ტყის აქეთ არის მანქანა. არაფერი არ ჩამოვარდნილა და არაფერი არ დასცემია. აი რა საოცარი ხმებია. როგორ შეიძლება ადამიანს ეს არ უყვარდეს და არ სიამოვნებდეს. თორე არიან ადამიანები, ვისაც ბუნებაში ყოფნა მაგალითად არ სიამოვნებთ. ქალაქის მოყვარული ადამიანები. და ესაა ნამდვილი სიმშვიდე. რაო დაისან. თან გაზაფხული, ეხა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, აი ფრინველები თბილი ქვეყნებიდან. ძირითადი ნაწილი, მაგრამ მე რომ მოვლენ და გაივსება აქაურობა ნაირ-ნაირი ფრინველების და მგალობლებით. ახლა სიბნელეში რაც შეეხება სხვა რეჟიმებს. 130 მეტრი არის მაქსიმუმი. სინათლე რამდენზე სწავა. ეს ფართონათება, გაშლილი სივრცე. ეს კონკრეტული ქვედა. ეს მაგარია ტაისონ, გიხდება. ჩავჯექით მე და ტაისონი მეგობრებო. დავიცდი რამდენიმე საათი. ინტერესი მაქვს და მოგიდა. თან სხვადასხვა ვარაუდებზე ვიფიქრებ. მაგრამ დღევანდელი დღე კარგი იყო. გემრიელობებიც მომამზადე. აი მაშინ რო ვიყავი, ესეთი ხმა იყო, აი სად არის შუშა. ესეთი რა, ოღონდ გარი და შიგნით. ეს სხვა ნახეთ. გერები როგორ ვრცელდება, მაგას ვაღიქონს ყური. ვიდეოშიც და ვიდეოს გარეთაც. აი ნახეთ, ტაისონი ახლა შვიდად არის თავისთვის დაწვა. ჩავსხედი თუ არა. ესე არის ყოველთვის, როდესაც მანქანაში ჩავჯდებით, შვიდად არის ხოლმე და იძინებს ან მისეზის, მიყურებს, ანუ შვიდად არის ფანჯრებზე ყურება და წამოდგომა და ცოტა არ იყოს და მომწყინდა. 11 დაიწყო და ვზივარ უაზროთ. ტელეფონში თამაშობდი წილი. აქ სხვათა შორის კავშირიც ცუდი არის. დიდად ტელეფონი არ იჭერს, ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს და აი იმესთან რომ მინდა დალაპარაკება, ისე რა, თუ ერთ ადგილზე დაიჭირე, უნდა იდგე არ გაინძრე. ამიტომ მაგრამ მოვიწყნე ხა მაგალითად მანქანაში არ იჭერს კარგად. ეს აქ არის შვიდად არის წინავს. კარგი ბიჭი ხარ ტაისო. სრული სიმშვიდეა. კიდევ იმაზე ვფიქრობდი ისევ რომ გამეორებულიყო რაღაც ეგეთი. და საინტერესო იქნებოდა. და თან ცუდიც. დავიძარი მეგობრებო. ისეთი არაფერი ხდება, 12-იც დაიწყო. უღოზრობაში ხარჯავ დროს, გონი. რაღაცას რო ელოდები რა, ანტესტა. ნუ საბოლოოდ რა ვიცი.
დანარჩენი აზრი თქვენზეა. ჩამოვედი მეგობრებო, გამოვწდი ტყის გზას. თან უღამი მქონდა რაღაც ისეთის, მაგრამ ეს სიმშვიდე გვაქვს, სიმშვიდე. არემ ამ ვიდეოს მოვაყოლებ და ვისაც ეგეთი მისტიური რაღაც თემები გიყვართ. უკვე რა მიგდია რა ხმობს. მოკლედ ვისაც მისტიური თემები გიყვართ და არიცით რომ აქვს მეორე არხი BBR Strange, გადმოდით იქ ჩაწერეთ BBR Strange და ეგ არის. იგდებ ეგეთ თემებზე ვიდეოებს. სახში ალბათ პირველისკენ ვიქნებიან პირველამდე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში უკვე აპრილიდან. მაგარი იდეები მაქვს თუ გითხარით და ნელ-ნელა განვახორციელებს უყურას. ამ იდეებიც იმედია ხელს შემიწყობს. იმიტომ რომ ზოგიერთი იდეა ამიზეა დამოკიდებული. მაგრამ მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR World, თქვენი აზრის დაწერეთ კომენტარებში, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და შემდეგ თავგადასავარში. აბა მაგრად.